აღდგომა იმდენად აღმატებულია ყველა, თუნდაც საუფლო დღესასწაულებზე, რამდენადაც მზე აღემატება ვარსკვლავებს, ამბობენ წმინდა მამები. ცხონების კარიბჭის გახსნა იწყება უფლის ჯვარცმით პარასკევ დღეს, მაშინ შედის სამოთხის ბჭეებში, დახშულ ბჭეებში ავაზაკი, სხვათა შორის ერთ-ერთ დიდ მოღვაწეს წმინდა რომანოს ტკბილად მგალობელს სახეობრივადაც აქვს აღწერილი ეს ამ უდიდეს წმინდას ეს პროცესი, როგორ ხდება რომ ავაზაკი სულიერ ჯვარზე უკვე ხორციელად აღსრულებული ჯვარცმული სულიერი ჯვრის მტვირთველი მიადგება სამოთხის კარიბჭეს, იქ ანგელოზი მოტყინარე დგას, რომელიც არ უშვებს მას შიგნით, მაგრამ ჯვრის ნიშს დაინახავს რა, შეიგრძნობს ანგელოზი რომ აღსრულდა უდიადესი მსხვერპ შეწირვა განკაცებული ღვთისა კაცობრიობის გამოსახსნელად, კაცობრიობა შერიგებულა ღმერთთან და ავაზაკი გახლავთ. პირველი ეს თავისთავადაც უაღრესად მრავლისმეტყველი მოვლენა, რასაც თავისი უღრმესი განმარტებანი აქვს ეკლესიის მამათაგან, გახლავთ კარიბჭის გამხსნელი იმავე პარასკევ დღეს, თუმცა მთელი კაცობრიობა ცხონების კარიბჭეში შედის, როცა უკვე მკვდრეთით აღდგა უფალი კვირა დღეს. კვირია კი არის საერთოდ სიმბოლო ჯოჯოხეთის საბოლოო დამარცხებისა, ჯოჯოხეთის დამარცხება პარასკევ დღეს იწყება, მაგრამ ყოვლად ბრწყინვალედ აღესრულება ეს ძლევა ჯოჯოხეთისა კვირა დღეს, როდესაც უფალი მკვდრეთით აღდგება და კაცობრიობას ცხონების კარიბჭეს გაუხსნის. აქამდე ამ ცხონების კარიბჭის გახსნამდე ძლეობდა სიკვდილი, წარწმედილობა და ჯოჯოხეთი, რაც არ უნდა ადამიანს სულიერი აღმატებულება ქონდა, სამოძღვრო წარმატებულობა, ის სიკვდილი შემდგომ მაინც ჯოჯოხეთში მკვიდრდებოდა, როგორც იაკობიც ამბობს, გლოვით შთავხდები ჯოჯოხეთს, ეს უაღრესად აღმატებული სათნო მოღვაწე, იმიტომ რომ კარიბჭე ცხონებისა იყო დახშული. მაცხოვარმა თავისი ჯვარცმა დაფლითა და აღდგომით გახსნა ბჭე ცხონებისა, ანუ კაცობრიობა ეს ითქმის, რომ მან გამოიხსნა კაცობრივი ბუნება, მაგრამ მას არ გაუუქმებია ჩვენი პიროვნული თავისუფალი ნება და ყველა ჩვენთაგანზე რჩება პიროვნული არჩევანი იმისა, რომ ჩვენი ნებაყოფლობითი ნაბიჯის გადადგმით მაცხოვნებელი გზისკენ და იმ კარიბჭეში ნებაყოფლობითი შესვლით ვაცხოვნოთ ჩვენი თავი. ადრე რაც არ უნდა გვენება კარიბჭეში ვერ შევიდოდით, იმიტომ რომ თვითონ კარიბჭე დახშული იყო. მოხდა უდიადესი მოვლენა, კარიბჭე გაიხსნა ცხონებისა და უკვე ჩვენ უნდა ვინებოთ და ვიღვაწოთ იმისთვის, რომ ამ კარიბჭეში მაცხოვრის კვალზე შევიდეთ, მაცხოვარში როგორც კარში შევიდეთ და თავად გზაც მაცხოვარია და იმ გზაზე დავდგეთ, რაც მაცხოვრად იწოდება, რომ ცხონების მიზანს მივაღწიოთ, რაც არის სასუფეველი. პავლე მოციქული ამბობს, ამაოა ჩვენი რწმენა თუ არ ვირწმუნებთ ქრისტეს აღდგომას. და მაინც რას ნიშნავს სიტყვები ქრისტე აღსდგა? რას ნიშნავს იგი ახლა, ამჟამად, როცა უკან დარჩა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, როცა ხვალიდან ყველანი ვუბრუნდებით ჩვეულ, რეალურ, ყოველდღიურ ყოფას. წინ მთელი ბრწყინვალე შვიდეული გვიდევს. შვიდეული, რომელიც ბევრით გამოირჩევა წლის სხვა კვირათაგან. ბრწყინვალე შვიდეულში ცხადდება მსგებსი და ამ კვირის ოთხშაბათსა და პარასკევს ადამიანები აღარ მარხულობენ. ასე იქცევა მთელი კვირა თითქოს ერთ მთლიან საზეიმო დღედ. ქრისტეს აღდგომიდან მთელი 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები ერთმანეთს ესალმებიან სიტყვებით ქრისტე აღსდგა. და ასე მოდის 2000 წლის წინ მომხდარი აღდგომიდან მოყოლებული. ქრისტემ საფლავში სამდღიანი ყოფნის შემდეგ თავისი აღდგომით დაასრულა სიკვდილის მეუფება, რომელიც ადამიანზე ადამიდან მოყოლებული ქრისტეს აღდგომამდე ბატონობდა. ქრისტემ გოლგოთაზე ჯვარცმისას გამოისყიდა ჩვენი წინაპრების ცოდვები, ხოლო აღდგომით უკვე გააუქმა ამ ცოდვებისათვის ადამიანთათვის დადებული მსჯავრი. ქრისტემ თავისი აღდგომით განგვიცხადა იმ საყოველთაო აღდგომაზე, რომელიც კაცობრიობას მომავალში ელის და როცა ადამიანთა სულები სამუდამოდ შეუერთდებიან თავიანთ სხეულებს, უკვე ფერნაცვალნი, უკვე განსულიერებულნი, უკვე უკვდავნი. აღდგომას აუცილებლად წინ უნდა სდევდეს ჯვარცმა. ეს არ არის უბრალოდ სასიხარულო ფაქტი, მომხდარი ერთ მშვენიერ დღეს, არამედ ეს არის დიდი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე მიტანილი გოლგოთის მთაზე ის ტვირთი, რომელიც კაცობრიობამ დააგროვა მთელი ცხოვრების განმავლობაში, ესევე ყოველი ადამიანი აგროვებს თავის ცხოვრების განმავლობაში და ის, ვინც თანაჯვარს ერწმევა ქრისტეს, ის მასთან ერთად აღდგება მარადიულ სამყოფელში. ყველა რწმუნება, რასაც ადამიანის გონება ამტკიცებს ჩვენი სულების უკვდავების შესახებ, არაფერია ქრისტეს აღდგომასთან შედარებით. ამ აღდგომით მოგვეცა არა მხოლოდ იმედი, არამედ რწმენა ჩვენი მომავალი მკვდრეთით აღდგომისა.
ქრისტეს ჯვარცმისას სიკვდილი შევიდა ღმრთაებაში და მოინდომა მისი დათრგუნვა, მაგრამ დაგებული ხაფანგივით მასშივე განქარდა. მას შემდეგ ყველა ამ ქვეყნიური დღესასწაული გაფერმკრთალდა ამ დღესთან შედარებით. ამიტომაცაა ქრისტეს აღდგომა დღესასწაულთა დღესასწაული და ზეიმთა ზეიმი. ამიტომაც სწორედ მას და მხოლოდ მას ეწოდება ბრწყინვალე დღესასწაული. და ეს უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაული დადგინდა ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან. თუმცა იგი მაშინ მხოლოდ იესო ქრისტეს გარდაცვალებას ეძღვნებოდა. ეს დღე თავდაპირველად მთელ აღმოსავლეთში ნისანისთვის მე-14 დღეს აღინიშნებოდა. დღეს, როცა ებრაელებმა ეგვიპტიდან გამოსვლამდე ღვთის უწყებისაებრ მოამზადეს საპასექო კრავი, რომელსაც შემდეგ, როგორც იოანე ღვთისმეტყველი და წმინდა მამები გადმოგვცემენ, მოჰყვა იესო ქრისტეს ჯვარცმა. მამათა სწავლებით ებრაელთა საპასექო კრავი ქრისტეს წინასახია და ამიტომაც მოიხსენიებს წმინდა წერილი ქრისტეს ასე: ღვთის კრავად, საპასექო კრავად, პასკად. ამ დღეს იმპერატორები პატიმრებს, მდიდრები კი მონებს ათავისუფლებდნენ. ღატაკებისათვის ხელისუფლება სხვა კერძო პირებთან ერთად გასცემდა მოწყალებას. შეხვედრისას ადამიანები ამ დღეს ერთმანეთს უწვდიდნენ წითლად შეღებილ კვერცხს სიტყვებით: ქრისტე აღსდგა. ამ ტრადიციას კი საფუძველი დაუდო მარიამ მაგდალინელმა, რომელმაც იმპერატორ ტიბერიუს სწორედ კვერცხი გაუწოდა და აცნობა ქრისტეს აღდგომა სიტყვებით: ქრისტე აღსდგა. იმპერატორი გააკვირვა ამან და არც დაუფარავს თავისი გაკვირვება. განა შეიძლება მკვდრის აღდგომა. ეს ხომ ისევე შეუძლებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდეს. და როგორც გადმოცემა გვიამბობს, მის და კიდევ უფრო გასაოცრად კვერცხმა მის თვალწინ იწყო თურმე გაწითლება. იმ დღიდან კვერცხი იქცა იმ საფლავის სიმბოლოდ, რომელიც თავის თავში მოიცავს სიცოცხლეს, ხოლო წითელი ფერი იესო ქრისტეს მიერ ჩვენი ცოდვებისთვის სიკვდილად გამოსასყიდად დაღვრილი სისხლის სიმბოლოა. ბრწყინვალე შვიდეულში ხდება არტოსის კურთხევა და მისი ნაწილების დარიგება მორწმუნეთათვის. ეს ნაწილები სასოებით მიაქვთ ქრისტიანებს შინ და მთელი წლის მანძილზე იზოგავენ. მორწმუნენი სახლებშიც აცხობენ პასქას, ამ ერთგვარ საოჯახო არტოს და შეღებილ კვერცხებთან ერთად მიაქვთ ტაძარში საკურთხებლად. ბევრს ჯერ კიდევ ვერ განმტკიცებულს ქრისტეს რწმენაში ამ დღესასწაულის ჩავლის შემდეგ ისევ ეჭვები იპყრობს. ირგვლივ არაფერი შეცვლილა. ყველაფერი ისევ ისეა, როგორც მანამდე იყო. სულ მცირეოდენითაც კი არ შეხებია ამ დღესასწაულის მადლი არაფერს. მას რაღაცში მდგომარეობს სიტყვების ქრისტე აღსდგას ძალმოსილება. ძალიან აღდგომის დღესასწაულის შემდეგ განახლებული კვირა, რომელსაც ქვია ანტიფასხა. ანუ ქართულად ეს არის კვირაცხოვლობა. ეს უმნიშვნელოვანესი დღეა, ვინაიდან აქ არის ხსენება თომა მოციქულისა. თომა, რომელიც ასე ვთქვათ, ურწმუნო იყო და სანამ თავისი თვალით არ იხილა მკვეთრად აღდგარი უფალი, მანამდე არ ჯეროდა. და საერთოდ ამ კვირას რაღაც რწმენის დღესასწაულათაც მიიჩნევენ, თუმცა აქ არ არის უბრალოდ ურწმუნო ადამიანის შემდეგ სარწმუნოებაში მოყვანის მოქმედება, არამედ თომას თუ ჩაუფიქრდებით აი ამ მნიშვნელობას თომა მოციქულის სიტყვებისას, ნახავთ რომ თომას უნდოდა არა უბრალოდ დაჯერება იმისი, რაც მანამდე მოხდა და მოციქულებმა მას მოუყვეს, არამედ პირადი მონაწილეობა აი ამ აღდგომის საქმეში. რომ მას უნდოდა რა თვითონ ეხილა თავისი ხელით შეეგრძნო. ეს მნიშვნელოვანი რამ არის ყველა ადამიანისთვის, ვინაიდან აღდგომა მოხდა, ეს არის რეალობა, ეს არის ახალი რეალობა და ყოველმა ადამიანმა, ისევე როგორც თომამ, უნდა მიიღოს მასში მონაწილეობა, თავისი ხელით და თავისი ცხოვრებაში უნდა გაატაროს ის, რაც მოხდა ერთხელ უკვე მაცხოვრის იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომით. ასე რომ თითოეული მორწმუნესთვის მნიშვნელოვანია ეს დღე, იმით რომ ის თანამონაწილეობს ქრისტეს აღდგომაში. სწორედ ჩვენ მორწმუნეებს გვეკიცრება პასუხისმგებლობა სხვებში რწმენის გაღვივებისა და გავრცელებისა. განა არ თვლიდნენ უძველესი ქრისტიანები თავიანთ რწმენას რელიგიად კი არა, კეთილ უწყებად, სახარებად და თავიანთ დანიშნულებად სწორედ ამ კეთილი უწყების ხარება და გავრცელება მიაჩნდათ. ამიტომაც გადაგებდნენ ერდოებიდან იმას, რაც თავად სმენოდათ. აღდგომის დღეს იკითხება იოანე ოქროპირის ქადაგება,
ეს ლიტურგიის შუაშია, წირვის დასაწყისი, ცისკრის დასასრულსა და წირვის დასაწყისი, სადაც ბრწყინვალე სიტყვებს ამბობს იოანე ოქროპირი და ეს ქადაგება მნიშვნელოვანია, ჩართულია სწორედ ამ უნიშნელოვანეს დღეს. თავისი ამ სიდიადით ეს ფაქტიურად არის ყველაზე მოკლედ გამოთქმული აღდგომის მაცხოვრის აღდგომის შინაარსი. და ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდ დღესასწაულო დროს არის აღსავლის კარი ღია. ვინაიდან აღსავლის კარი ცათასასუფეველის კარის სიმბოლოა და სახეა. ეს კარი ღია რჩება მთელი კვირის განმავლობაში, აი კვირა ცხოვრობამდე და ამით განასახიერებს ეკლესია მაცხოვრის მკვეთრით აღდგომის უდიდეს მნიშვნელობას, რომ დაიმსხვრა ჯოჯოხეთის კარი და ვეღარ აკავებს ის ადამიანთა სულებს და ღია სამოთხის კარი იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ქრისტე უმნიშვნელოვანესი იყო თავის ცხოვრებაში. აღდგომის დღესასწაულზე მიღებული სიხარული მთელი წლის მანძილზე მიგვება და კვლავ გვავსებს რწმენით, რომ ქრისტე აღსდგა და მასთან ერთად ჩვენც აღსდგებით.